დღეს მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა გუშინ ღამით ოცნების მხარდამჭერების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი სრულად დაიკავეს. დღეს მოქალაქეებმა შეკრება ფილარმონიასთან დაიწყეს, შემდეგ კი მსვლელობით კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ. პროტესტის მონაწილეებს მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშით მოქალაქეები შეუერთდნენ. კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. Თქვენი წასვლის დროა, მოემზადეთ ხალხის მასობრივი გამოსულები იქნება ყოველდღიურად მოგიწოდეთ, არც ერთი დღე არ ჩააგდოთ. ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. საიდან მოაქვს არჩევნებისათვის ხელშეშლა. ვერავინ ხელს ვერ შემიშლიჩეთ. ჩვენ გვაგვიბრება მოვიდეთ აქ და ყოველდღე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. არავის ხელს არ უწევთ, შევიდნენ და იმუშაობენ. განლობა ყურადღებისთვის გაუმარჯოს და მოუკიდებელ ერთიან თავისუფალ საქართველოს. ძალიან ხოთაი თქვენ ხოთრომ უბრალოდ ერთმანეთს გაუწოდოთ ხელი და ამ რუსულ რეჟიმს ყველაფერზე გავცეთ პასუხი. პასუხი გავცეთ იმ ბიჭები რომ გამოგვიყენეს და გოგოები მაგის გამო ამ ჯალათებს. პასუხი გავცეთ ისეთია ტიტუშკებს რო არ დასისმებიან. ოღონდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ ერთმანეთს გაუწოდებთ ხელს, გავივიწყებთ ყველა წენას აბსოლუტურად. აუცილებლად გავიმარჯვებთ მხოლოდ ამ შემთხვევაში. ყველამ ერთად თავ დაუგზავნოთ გავაგონოთ პროვინციაში ერთმანეთს ის შესახილები, რომელიც თითქოს ვაკლია, თითქოს გვენეწება მე ეს შემისახებ ლაბარაკობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის სიჩუმე, რომელიც იყო საგანში, ძალიან ბევრ ადამიანთან მაინც მაკავშირებდა და უფრო მეტად მაახლოვებდა. ამიტომ ბიჭებს და ორ არაჩვეულებრივ ხალხს საპატიმროში ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევძახოთ და გავაგონოთ ჩვენი ყიჟიდა. ყველამ ერთად. გამარჯვება! ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილის გამზირზე კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერებზე წარწერების გაკეთების გამო გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.